ახლა უნდა მოგიყვეთ 72 წლის დოდო ხუციშვილზე, რომელიც გორის სოფელ ვარიანში ცხოვრობს და 2 ობოლ შვილიშვილს ზრდის. 15 წლის ძმებს დედა 1 წლის წინ სიმსივნით გარდაეცვალათ. მას შემდეგ მოხუცმა ბავშვების მოვლა პატრონობა საკუთარ თავზე აიღო. გაჭირვებით, მაგრამ მაინც ახერხებს მათ მოუაროს და თან არაფერი მოაკლოს. ოჯახის მთავარი პრობლემა ახლა სახლია, რომელსაც ჭერი აქვს დაზიანებული და ფინანსების არ ქონის გამო მის შეკეთებას ვერ ახერხებენ. 72 წლის ვარ, ცხოვრობ სოფელ ვარიანში. აქ გავიზარდი და აქ დავყერთი. ხო. მყავს 2 შვილი. და 2 შვილი მყავს. ეხლა ვცხოვრობ ჩემ პატარა ბიჭთან და მის შვილებთან ერთად. ბავშვები არიან უფროსი 10 წლისაა, მეორე 5 წლისაა არის. დედა დაეღუპათ, გარდაეცვალათ დედა და იმის შემდეგ უკვე წელიწადი ხდება მარტო გავზრდი. მარტო არა ვზრდი, ჩემ შვილთან ერთად ვზრდი, მაგრამ ჩემ შვილს მუდმივი სამუშაო არა აქვს, თუ სადმე რამე გამოჩნდა, უარს არაფერს არ მომწონდა. როგორღაც გლეხები რო ეტყვიან, ნახიში წასვლაზეც არ ამბობს უარს, თუ კი რამე გამოუჩნდა სოფლის მეურნეობაში ეხმარება მეზობლებს არა. მე ვიკლებ თუნდაც წამლის ფულს, არ ყიდულობ ჩემთვის ის დამალსად ყიდება და ბავშვებს არაფერს არ ვაკლებ, რომ გული არ ვატკიდო. დედობას ვერ ვწევა, მაგრამ კარგი ბებო მინდა მაინც რო ვიყვე. ფეხბურთზე უნდა სიარული ვერ დამყავს იქ, იმიტომ რომ ვერ დამყავს ფიზიკურად არ შემიძლია ყველაფერი მაწუხებს. მოძრაობაც კი მიჭირს, მაგრამ ამათი გულისთვის ყველაფერს ძალაობ. რა ვიცი. დედასთან მყავდა, მე ამდენი თვირთი არ მოწვა, დედა იყო ყველაფერზე პასუხისმგებელი. დღეს ის პასუხისმგებლობა რაც მშობლებს აკისრია, ჩემზეა და ძალიან ძნელია სატანია, ძალიან ძნელად ვერ უმკლავდები რა, ვერ უმკლავდები. ჩემი დიდი საქმე არის ტირილი, იქით მივდგები ტირი, მაგრამ მოვდგები ტირი. როგორც ავძლებ, რანაირადაც ვძლებ, ამნაირად როგორც ვახერხებ, რა ვიცი. ამოჯახს ყველაფერი აკლია, ქალის ხელიც აკლია, კაცის ხელიც აკლია, მაგრამ ყველაფერს მთავრობა ვერ გამიკეთებს და თუ რაღაცით დამეხმარებიან ამაზეც უარს არ ვიტყვი, ახლა დახმარება კი ჭირდება ჩემ შვილებს, მაგრამ როწვენ ჩამომდის წყალი და თუ რაღაცით დამეხმარებიან ცოტა სახურავში და რაღაცას დამეხმარებიან თუ არა და მაინც მადლობელი ვარ ყველასი და ყველაფერს. სახურავი აქ ომიანობის დროს გაფუჭდა და მაშინაც ესეთი სათოდავი ქალი ვიყავი, ვინც იძალავა ყველაფერი გაუკეთდა და აი მაშინდელი გაფუჭებულია ხარას შევმასუძავთ ხარას მივაკოწიტებ, მაგრამ მაინც ჩამოდის წყალი და რა ვიცი ახლა.